გამარჯობა, YouTube არხი კიბენი გთავაზობთ კიდევ ერთ გადაცემას ციკლიდან პოლისემია. პოლისემია სიტყვის აზრის მრავალმნიშვნელოვნებას ნიშნავს. დღევანდელ დიალოგში მონაწილეობთ მე, თინათინ გოგოჩაშვილი, ფილოლოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირმა რატიანი. გამარჯობა ირმა. ძალიან მიხარია, რომ ერთად ვართ. ასე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შენს ბოლო წიგნზე, რომელსაც ეწოდება დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით, მაგრამ მანამდე გამომდინარე იქიდან თუ რამდენი ნაშრომის ავტორი ხარ შენ, რამდენ ღვაწლმოსილი ხარ უკვე, მინდა და ესეთი კითხვა დამესვა შენთვის. მას მერე რაც დაიწყო შენი პროფესიული საქმიანობა, ანუ როდესაც ჩააბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ უკვე მოგიწია სულ სხვა სივრცეებში გასვლა საზღვარგარეთ გერმანიის, იაპონიის, ამერიკის აკადემიურ სივრცეებში. და როდესაც მოგეწია, გამოგეხედა ქართული ლიტერატურისკენ, რა დაინახე ახალი მშობლიურ ლიტერატურაში? ის, რასაც ადრე ვერ ხედავდი, ანუ რა გაიგე მასზე ისეთი, რაც ადრე არ იცოდი. აი ამ კუთხით თუ შეგიძლია რამდენიმე წინადადებით რომ გითხრა. სიამოვნებით, ნამდვილად ესე მოხდა, რომ მე გარკვეული პერიოდი მომიწია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება, განსაკუთრებულად დიდი დრო გავატარეთ იაპონიაში და იქ მე ვმუშაობდი ოსაკის უნივერსიტეტში რამდენიმე წელი და ცხადია, როგორც ყველა ადამიანს, რომელიც სამშობლოდან რამდენიმე წლით მიდის, მეც ჩამომიყალიბდა ერთგვარი დისტანციური ხედვა იმ კულტურული პროცესების, ლიტერატურული პროცესების, რომელიც ცხადია მშობლიური იყო და არის ჩემთვის. შეიძლება ახალი და განსაკუთრებულად ახალი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ნამდვილად გამიმტკიცდა ის განცდა, რომ საქართველო არის ლიტერატუროცენტრული ქვეყანა. ჩვენი ქვეყნისთვის წერლობას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, მას ენიჭებოდა ძალიან დიდი დატვირთვა ქვეყნის კულტურის ისტორიაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში დასაბამიდან და სიამოვნებით მინდა ვთქვა დღემდე. ლიტერატურა ყოველთვის იყო და ახლაც არის ანგარიშგასაწევი მოდელი ჩვენი კულტურული ცხოვრების და ალბათ ქართველებისათვის ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური სივრცე, სადაც ჩვენ ვეხებით ჩვენს იდენტობას, ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას, ჩვენს მეობას და თვითობას. და ცხადია, როცა წასული ხარ უცხოეთში, ყველა ეს განცდა განსაკუთრებულად გიმწვავდება, ამიტომ აღქმაც ამის და გააზრება ცხადია უფრო მკვეთრი ხდება. ალბათ უფრო ძვირფასი ხდება მე. დიახ, რა თქმა უნდა, უფრო ძვირფასი და მეტად აფასებ ამ ყველაფერს, ანუ ყველაფერს იმას, რაც შენი კულტურული მეხსიერებით არის განსაზღვრული. რაღაცა მეტი ობიექტურობის მომენტიც ხო არ შემოდის აი იმის მიმართ, რასაც შორიდან უყურებ. მინდა ვთქვა, რომ შემოდის, მაგრამ შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც ამ ობიექტურობას აკყოფნის ფარგლებშიც ინარჩუნებენ. ამიტომ შეიძლება ყველაზე ვერ გავრცელდეს, მაგრამ ჩემთვის შეიძლება იყო რაღაც ობიექტურობის ხარისხის ზრდა, ალბათ ესეც შეიძლება ითქვას. ეხლა რაც შეეხება ამ მოცემულ ნაშრომს, რომელზეც როგორც ვიცი და შენც ასე ვთქვათ აღნიშნე, ძალიან საკმაოდ დიდი ხანი მოგიწია მუშაობა. დიდი ხნის კვლევის, ფიქრის, გაანალიზების შედეგად მიხვედი აქამდე და საინტერესოა, რატომ დაინტერესდი კონკრეტულად დრამით. რატომ იყო ეს შენთვის საინტერესო? საინტერესოა ასევე ისიც თუ როგორ დაინახე, როგორ მიხვდი შენ, რომ ქართული დრამატურგია არის ნაწილი მსოფლიო დრამის რაღაცა ისტორიისა. აი როგორ დაინახე ეს ყველაფერი და კიდევ საინტერესოა, როგორ უწოდე სახელწოდება ამ წიგნს, როგორ დაარქვიეს, ძალიან საინტერესო და ასე ვთქვათ.
ეს ალბათ მაინც არის თეორეტიკოსის ინტერესი. მე მოგეხსენება ვარ ლიტერატურათმცოდნე, ასე თქვა ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი და ეს პერსპექტივა თეორიული ლიტერატურათმცოდნეობის ალბათ ცოტა განსხვავებულია. ჩვენ ხშირად გვაინტერესებს ის საკითხები, რომელიც ცდება ლიტერატურის ისტორიის ფარგლებს და შედის უფრო მყარი სისტემების ზონაში და ეს მყარი სისტემები არის სწორედ თეორიული და მეთოდოლოგიური სისტემები. მე ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროცესი სწორედ აი ამ მყარი სისტემების ფარგლებში უნდა შეფასდეს და იქნეს დანახული. სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება ნებისმიერი ნაციონალური მწერლობის დანახვა საერთაშორისო ლიტერატურული თუ კულტურული პროცესების პრიზმაში. დრამატურგიას ზოგადად ცოტა გარკვეული პრეტენზიით ეკიდებოდა ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, რასაკვირველია შესანიშნავი შრომები არსებობდა და არსებობს ამ მიმართულებით, მაგრამ ყოველთვის ითვლებოდა, რომ დრამატურგია ცოტა გვიან ჩამოყალიბდა ქართულ ლიტერატურაში და მას გაუჭირდა, ასე ვთქვათ, წამოწევა იმ ქართულ ლიტერატურულ პროცესებთან, რომელიც დავუშვათ უკვე მე-18 საუკუნის მიწურულიდან, მე-19 საუკუნიდან ძალიან აქტიურდება, განსაკუთრებით რომანტიზმის ხანას გულისხმობ, თუმცა მანამდეც, რა თქმა უნდა, იქ არის შესანიშნავი ეპოქა გურამიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის და ასე შემდეგ. ქართული დრამატურგიის გვიან ფორმირების მთავარი, ასე ვთქვათ, განმაპირობებელი მიზეზი იყო ის, რომ რუსთაველის ვეფხისტყაოსნის შემდეგ ევროპული რენესანსისათვის ესოდენ შემზადებული ქართული მწერლობა სამწუხაროდ ვერ უერთდება ევროპულ რენესანსს ავბედით ისტორიული მოვდენების გამო და რამდენიმე საუკუნით ქართული კულტურა და ლიტერატურა, ასე ვთქვათ, გამოემიჯნება ევროპულ სივრცეს, გადაინაცვლებს აღმოსავლურ მგრძნობელობაში, სადაც დრამატურგიული ტრადიცია უფრო სუსტია. აი ეს გახდათ იმის მიზეზი, რომ რაღაცნაირად მოდუნდა ეს მხარე, სწორედ მაშინ, როდესაც ევროპულ მწერლობაში აღმავლობა იწყება, აი მეორე სიცოცხლე, ასე ვთქვათ, ანტიკური ეპოქის შემდეგ უკვე ევროპული დრამატურგიის და აი ქართული მწერლობა, რომელიც უკვე კლასიციზმისა და განმანათლებლობის ეპოქაში ის კვლავ ჩავბრუნდება ევროპულ სივრცეში, აი იქიდან ახალი სტარტია და დრამატურგიაც ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ებმება აი ამ ფერხულში. მაგრამ ეს ადვილი არ არის. პიესების შექმნა არის რამდენადმე თითქოს უცხო და ნაკლებად გამოცდილი ტრადიცია ქართული ლიტერატურისთვის. და აი ჩემთვის როგორც თეორეტიკოსისთვის, სწორედ ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ანუ ჩვენ დაგვიანებით დავიწყეთ, თითქოს გვიან ავიღეთ სტარტი, მაგრამ რამდენად გამართლებულია ეს პრეტენზია ქართული დრამატურგიისადმი, რომ ის დავუშვათ თავისი ხარისხით ვერ უტოლდება იმ შესაბამისი ეპოქების ქართულ პროზასა და პოეზიას. და აი შევედი ცოტა უფრო რაღაც სიღრმისეულ შრეებში და მომეჩვენა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. რომ იქ არის ისეთი საინტერესო ფაზები, რომელიც არათუ რამენაირად აკნინებს ქართულ დრამატურგიას, დავუშვათ ქართულ პროზასთან და პოეზიასთან მიმართებით, არამედ ძალიან ბევრ ღირსებას წარმოაჩენს ამ ლიტერატურული ჟანრისა. ტერმინი, რომელიც შენ მიერ არის, ასე ვთქვათ, გაჟღერებული პირველად, ეს არის დრამატურგიული პროზა, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესოს მომეჩვენა, მე პირადად დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე. აი რა სიტყვი ამ ტერმინზე, რამდენად უკავშირდება იმ ყველაფერს, რაც ახლა აქამდე თქვი შენ?
დიახ, ეს არის სრულიად ახალი ტერმინი. ესე იგი, ვაღიარებ, რომ მეკუთვნის ავტორობა ამ ტერმინის და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის იქნას გაზიარებული ჩემი კოლეგების მიერ. რაში მდგომარეობს ამ ტერმინის მნიშვნელობა? მე როგორც ვთქვი უკვე, მე დავინახე ძალიან ბევრი შრე ქართული დრამატურგიის, რომელიც თითქოს ზედაპირზე არ ჩანდა და საჭირო იყო ამის ყველაფრის წარმოჩენა და ამოტანა და რაც თავარია გარკვეულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოში მისი მოთავსება. ტერმინი, რომელსაც ახლა ჩვენ საუბრობთ, ეს არის ქართული დრამატურგიული პროზა. დიახ, მე მივედი ასეთ დასკვნამდე ქართული დრამატურგიული სივრცის შესწავლის და კვლევის შედეგად, რომ ქართული დრამატურგია, რომელიც მართლაც ძალიან ცდილობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს იმ ევროპულ დასავლურ სტანდარტს, რომელსაც ის კვლავ ეკუთვნის უკვე მე-19 საუკუნიდან და რომელსაც ის ცდილობს, რომ თვალი გაუსწოროს, ქართული დრამატურგია რამდენიმე მიმართულებით განიტოტება. პირველი ეს არის გადმოკეთებული პიესები. ანუ იწყება აქტიურად პიესების გადმოკეთება და მე როგორც ლიტერატურად მცოდნეს მიმაჩნია, რომ პიესის კარგად გადმოკეთება არანაკლებ რთული და არანაკლებ კრეატიული პროცესია, ვიდრე ორიგინალური პიესის დაწერა და ამას ადასტურებს მაგალითად დავით ერისთავის სამშობლო, ხო? შემდეგ მეორე ხაზი არის უშუალოდ დრამატურგიული, ანუ პიესები იწერება ორიგინალური და ამას რა თქმა უნდა ცხადია სათავეში უდგანან ჩვენი შესანიშნავი დრამატურგები გიორგი ერისთავი, ზურაბ ანტონოვი, აქმე ლავრენტი არდაზიანსაც ვიტყვი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო პიესების ნაწილი არ იყოს დაუშვათ იმდენად ვრცელი და მესამე მიმართულება არის რაც აი ჩვენ ახლა გვაინტერესებს ქართული დრამატურგიული პროზა. როდესაც ქართველმა ავტორებმა შესანიშნავმა ქართველმა პროზაიკოსებმა შექმნეს ტექსტები, რომლებიც გამართულია პიესების კარგაზე. ანუ ეს არ არის დაწერილი პიესებად ეს ტექსტები, მაგრამ ყველა სტანდარტს დრამატურგიის და დრამატული პიესისა აკმაყოფილებს. ამის ნიმუშად მე შეიძლება მოვიტანო მაგალითად ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა, რომელზეც ვრცლად არის საუბარი ამ წიგნში. ასევე ძალიან საინტერესო ამ თვალსაზრისით დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც პიესა არ დაწერილა, მან დაწერა პიესა დარისპანის გასაჭირი და ირინეს ბედნიერება, მაგრამ არა სამანიშვილი. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამანიშვილის დედინაცვალი ალბათ არის ყველაზე ხშირად დადგმადი ტექსტი ქართულ თეატრალურ სცენაზე. აქვე დავასახელებ ისეთ ტექსტს, როგორიც არის თავადის ქალი მაია, მაგალითად ლეოქიაჩელის და ასე ჩვენ შეიძლება გავყვეთ და ვთქვათ ძალსახად, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა კლასიკოსმა, ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა და ქართველმა პროზაიკოსმა შექმნა იმ ტიპის პროზაული ტექსტები, რომლებიც აკმაყოფილებს დრამის მოთხოვნებს და რომელთა კარგაც ესადაგება პიესების კარგას. ამ ტიპის ტექსტებს მე ვუწოდე დრამატურგიული პროზა და განსაზღვრე როგორც ჰიბრიდული ჟანრი, ანუ ნარევი ჟანრი. ძალიან საინტერესოა მართლაც, იმიტომ რომ რა მახსენდება, იცი ახლა უნდა ჩაგეჭრეთ რაღაც გავიხსენო. ერთხელ მახსოვს, მეგობარს ვწერდი ესეთ რამეს რაღაც გამუდმებით ხო ვკითხულობთ, ახლა ჩვენ ხო სულ ვკითხულობთ რუსთაველს ახლა. ხო დავწერდი ესეთ რამეს, რომ იცი რა თქო, რუსთაველი იქნებოდა თქო არაჩვეულებრივი რეჟისორი და სცენარისტი იქნებოდა თქო, მსახიობიც იქნებოდა თქო და ოპერატორი იქნებოდა გადასარევი თქო. და აი ეს ყველაფერი ახლა რაც ილაპარაკე ხო დაახლოებით ამ ამბავში ხდება და მახსოვს რაზე ვუთხარი, იცი ეს, როდესაც როსტევანი და ავთანდილი ჩამოსხდებიან ცხენებიდან, ვიდრე ნახავენ ტარიელს, იქ მზადდება სურათი ტარიელის გამოსაჩენად.
ხო, მთელი 63 არ იგი მინდორი განვლიეს, ეხლა თუ ზუსტად მახსოვს, მართმად განავლენია. მინდორის ბოლოს წყალი დის და წყლისა პირას კლდენია და რაღაცა ტყეში და უღრანი ტყე, რომელშიც შეასწრო ნადირმა, ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს. და მივხვდი, რომ ესეთი სურათები არის ძალიან ბევრჯერ რუსთაველთან. როდესაც ის ჯერ ხატავს ესეთ ვითარებას და შემდეგ იქ გამოდიან თავარი გმირები და მოქმედებენ და აი ხო, ანუ პოეზიაშიც კი და მით უმეტეს ახლა პროზაში, ხო, ახლა როდესაც ვიხსენებდი, აი რომ კითხულობდი, ვეცნობოდი ამ წიგნს, ხო, ვიხსენებდი მთელ გარემოს, თქვათ, იმავე კლდიაშვილის. აი ესე იდგმება ჯერ რაღაცა სცენა და მე იმ სცენაზე, აი როგორც აღწერილია პიესაში, როგორც წესია და მე ამ სცენაზე გამოდიან ადამიანები და მოქმედებენ და ეს მართლაც იმდენად გამართლებულია ეს ტერმინი, ხო? აი უბრალოდ რა არის, აი ეს განცდა, რაც ალბათ თვითონ ჩვენგანს აქვს, მოიქცა უცებ ამ ტერმინში დრამატურგიული პროზა. მე ესე მგონია და მეჩვენება. ირმა, ესე იგი, შენ შექმენი რაღაცა ესეთი თეორიული ჩარჩო. მე მგონია, რომ ძირითადი ღირსება ამ წიგნის არის სწორედ ეს. და ამ თეორიულ ჩარჩოში, აი ამ რაღაცა ერთ სივრცეში მე მეჩვენება, რომ ძალიან ბუნებრივად თანაარსებობენ არისტოტელე, ნიცშე, ასე შემდეგ და ჩვენი ქართველი მწერლები და აი მათ შორის რაღაცა ესეთი დიალოგი იმართება. აი როგორ ახერხებ შენ, რომ ეს იყოს ესეთი ბუნებრივი, რომ ამას არ ქონდეს ხელოვნურობა, იყოს ესეთი კომპოზიციური მთლიანობა, აი ამ მთელი ამ სივრცის. ძალიან საინტერესო კითხვაა ეს ჩემთვის და ამ კითხვაზე რომ გიპასუხო, მე გეტყვი, რომ აი ეს წიგნი მე 11 ჯერ გადავაწყყვე. ანუ წიგნი უკვე დამთავრებული წიგნი 11 ჯერ გადავაწყყვე. იმიტომ რომ სანამ ანუ არ მივედი ზუსტად იმ სტრუქტურამდე, აი რომელიც ჩავთვალე, რომ აი ამ სახით უნდა დაიბეჭდოს. ეხლა სირთულე ამის ეხლა რატო დავუშვათ რატო ვეწვალებოდი ესე ძალიან უკვე დამთავრებულ წიგნს, ფაქტიურად 1 წელი აი ამ სტრუქტურის გადაწყობას. მოვანდომე, იმიტომ რომ რამდენიმე მიზანი მქონდა. პირველი როგორც უკვე გითხარი, მინდოდა მეჩვენებინა ქართული დრამატურგიის აი ის დაფარული და სიღრმისეული შრეები, რომელიც თითქოს არ ჩანს ესე ზედაპირზე და ჩვენ ვრჩებით მარტო აი რაღაც არსებული პიესების ამარა და მე მინდოდა მეთქვა, რომ არ განსაზღვრავს ქართულ დრამატურგიას მხოლოდ ორიგინალური პიესები, მას განსაზღვრავს გადმოგეთებული პიესები, მას განსაზღვრავს სწორედ ეს დრამატურგიული პროზა, როგორც ჰიბრიდული ჟანრი, რაც ძალიან აძლიერებს აი ამ მუხტს ქართულ მწერლობაში. მეორე, რაც აი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ზოგადად ეს ჩემთვის როგორც მკვლევარისთვის არის მნიშვნელოვანი, უკვე დიდი ხანია და წლებია. მე მინდოდა, რომ დამეძლია ნაციონალური საზღვრები და მე ქართულ მწერლობას სრულიად უნიკალურს ხედავ მხოლოდ აი ამ უზარმაზარი დიალოგის ჩარჩოში. მე ვერ ვხედავ მას ცალკე. ყოველ შემთხვევაში ჩემი როგორც მკვლევრის პოზიცია ეს არის. მე ვხედავ მას იმ უზარმაზარ დიალოგში, რომელშიც ის ღირსეულად არის ჩართული ადრეული შუა საუკუნეებიდან და ის ყოველთვის წარმოადგენს ძალიან ანგარიშგასაწევ ძალას. მეტიც მე გეტყვით, რომ ქართული ლიტერატურის ისტორიის გარეშე ვერ დასრულდება მსოფლიო ლიტერატურის რუკა. ადრეული შუა საუკუნეებიდან დაწყებული დღემდე. აი ამდენად მნიშვნელოვანი ფრთაა ქართული მწერლობა, ხო? ამიტომ მე ამ შემთხვევაშიც მინდოდა რომ დამეძლია ეს ნაციონალური საზღვრები და წარმომეჩინა თუ როგორ ორგანულად შეიძლება ჩვენ ჩავსვათ ქართული დრამატურგია საერთაშორისო და კერძოდ ამ შემთხვევაში ევროპული დრამატურგიის ჩარჩოში, ხო? აი მაგალითად როგორ დგას კლდიაშვილი ახლოს იბსენთან
არა იბსენთან, სტრინბერგთან, ჩეხოვთან, ხო? ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ბრეხტის რევოლუციური თეატრის ტალღაზე მალევე იწერება პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუ თაბადი, ხო? ჩვენ შეიძლება და არც ვართ ვალდებული რამე გენეტიკური კავშირები ვიპოვოთ იქ, ან ნაცნობობა, ან მეგობრობა, ან მიმოწერა. ამას არ აქვს კულტურის ისტორიისთვის მნიშვნელობა. თავარი ის არის, რომ ქართული კულტურა არის მზად ყველა ამ კოდის მისაღებად და არა მარტო მისაღებად, არამედ საკუთარი კოდის გადასაცემად არის მზად. ხო, აი ეს არის საინტერესო. ეს არის ჩვენ მივიღეთ რაღაც ამაზე ვთანხმდებით ყველა, მაგრამ აი რა გავეცეთ? იქნება აი ამაზეც მითხრა, ხო? რა გავეცით ჩვენ? რა მივეცით ღირებული? კი ბატონო, ეხლა მაგალითად როდესაც დავუშვათ იგივე დავით კლდიაშვილზე ვსაუბრობთ ჩვენ, ხო? და ჩვენ მე იბსენი ვახსენე და რა თქმა უნდა მოვდივართ ეს იბსენი ეს არის უკვე სრულიად ახალი ეტაპია რა ტრაგედიის ისტორიაში, როცა ამ ჟანრს უკვე ტრაგედიასაც აღარ უწოდებენ, არამედ განისაზღვრება როგორც ტრაგიკული დრამა, რატომ? იმიტომ რომ თავარი ნოუ-ჰაუ, რასაც იბსენი მსოფლიო დრამატურგიას თავაზობს, ეს არის ის, რომ აქცენტი გადააქვს გმირიდან მსხვერპლზე. და აი კლდიაშვილი სწორედ აქ შედის, როგორც ძალიან ესე ვთქვათ დროული მოთამაშე, არა? იმიტომ რომ ჩვენ კლდიაშვილის ტექსტებში ვერ ვხედავთ გმირებს. სრულიად არაჩვეულებრივი, უბრალოდ მე ხება ზუსტად ვერ გავიხსენო, ბატონი გრიგოლ კიკნაძის ეს არის შესანიშნავი დაკვირვება, რომ კლდიაშვილს არ აინტერესებს როგორი უნდა იყოს ადამიანი. კლდიაშვილს აინტერესებს აი ეს კონკრეტული ადამიანი როგორია. იმახსოვს ეს ციტატა შესანიშნავია. ანუ ის არ არის ორიენტირებული გმირებზე, დამთავრდა გმირების ეპოქა. ეს არის მსხვერპლთა გარეია, ხო? და აი ეს შემოაქვს, მაგრამ თავარი რა არის აქ, რომ ეს საოცარი დაძაბულობა, ეს რაღაცა ტრაგიკული პათოსი, რომელიც იბსენთან, ეს გრევის ფსიქოლოგია, რომელიც იქ არის, ან თუნდაც სტრინბერგთან, არა, ან თუნდაც ჩეხოვთან. კლდიაშვილთან ეს არის განსავებული, არც მეტი, არც ნაკლები შექსპირისეულ ტრაგიკომედიასთან. ანუ ჩვენ ვაკვირდებით სრულიად ორიგინალურ მოვლენას. ხდება ერთი დრამატურგიული ტენდენციის, ასე ვთქვათ, ბედნიერი დაქორწინება სრულიად განსხვა დრამატურგიულ ტენდენციაზე. და თუ ჩვენ ახლა ამას დავუმატებთ იმას, რომ ეს ყველაფერი სავსეა ქართული საკითხავით, როგორც ილია უწოდებდა ამას, ნუ ჩვენ მივიღებთ იმგვარ მოდელს დრამატურგიის, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი მკვლევარი, ვინც იკვლევს ევროპულ დრამატურგიას. და მე მინდა თუ ვიყავი დამაჯერებელი, უბრალოდ ეს კლდიაშვილის. მე მინდა გავიხსენო აქ სწორედ სოლომონ მურბელაძის ფინალი, როდესაც მას გული სიბრალულით აევსო ყველა შექმნილის მიმართ. აი ამ სიტუაციაში ყველაზე გამწარებულ, ყველაზე მიწასთან გასწორებულ ადამიანს, რომელიც მართლა უნდა დაინგრეს წესით, უცებ გული ევსება სიბრალულით ყველა ქმნილებისადმი და მათ შორის თავისი ჯორისადმი, რომელიც რა კარგი ის არის, თინიკო, ეხლა რა კარგი ჩართვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ამ თელმა კომბინირებულმა მიდგომამ ზოგადად ტექსტისადმი მე ვფიქრობ და აი ამ ტიპის განზავებამ სხვადასხვა დრამატურგიული დისკურსების მე ვფიქრობ შექმნა ქართული თანაგრძნობის თეატრი, რასაც ლესინგი საუბრობდა თავის დროზე და მართლაც რომ არ ხშირად ამბობს კლდიაშვილი რომ შეეცოდებოდა, ხო, ეს ადამიანის ან ეს ამბავი დაუშვათ სატირალი იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს და ანუ ჩვენ ის თანაუგრძნობს თავის პერსონაჟებს, ის თანაუგრძნობს თავის მსხვერპლს და ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ქართულ დრამატურგიაში. და აი სწორედ ასეთმა მიდგომებმა, რომ დავუშვათ, როდესაც კვლევა გავიდა იბსენზე, გავიდა შექსპირზე, გავიდა ესე ვთქვათ, ევროპულ დრამაზე და იმ კლდიაშვილის პროზას პიესებს და პროზას უტრიალებ ისევ, ხო? მიმიყვანა სწორედ იქამდე
დღემდე რომ აი აქ ჩვენ გვაქვს ლესინგისეულ თანაგზნობის თეატრთან საქმე და მაშასადამე რა გამოდის რომ ქართული დრამატურგია და დრამატურგიული პროზა შეიძლება წავიკითხოთ სერიოზული მნიშვნელოვანი დრამატული თეორიების კონტექსტში და აი მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილის კურდღელი არსებობს ძალიან საინტერესო გამოკვლევა ბატონი თემურ დოიაშვილის, რომელიც ამ ტექსტს კითხულობს ფროიდის თეორიის ჭრილში. და ნამდვილად ეს არის ძალიან საინტერესო კვლევა, ძალიან სკრუპულოზული, ჩაღრმავებული. და მე თითქოს მივიღე ეს ესტაფეტა, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, რომ კვლევა გამეგრძელებინა და ცოტა მიმართულება შემეცვალა და იუნგის თეორიის მიმართულებით ამეყვანა და მივიღეთ ძალიან საინტერესო სურათი. მოდი ცოტა დაწვრილებით მითხარი, რა საინტერესოა ეხლა ეს. ხო, ანუ მიხეილ ჯავახიშვილის კურდღელი, რომელიც სავსეა. როგორ თეთრი კურდღელი ქვია, კურდღელი, ესე ქვია კურდღელი ტექსტ. მიხეილ ჯავახიშვილის კურდღელი, მასადამე, რომელიც ეხა თვითონ წინა სიტყვასაც ისეც უკეთებს ჯავახიშვილი და მე ნუ თვითონ იქ სეანსები, ფსიქოთერაპია, ნუ თვითონ ექიმის სახელი და გვარი, რაღაც იქ მინიშნებები არის, ნუ დავანებოთ თავი ყველაფერს მოდაშია იმ პერიოდში ეს და უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალურია, არა? და აი ხედავთ და ნუ ეს კვლევა, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ითხოვს, რომ ამოვიდეს ზედაპირზე, რომ ეს ყველაფერი აქ არის, რომ ჩვენ ვლაპარაკოთ ფსიქოანალიზზე, მაგრამ ჩვენ მე ისიც კარგად გვახსოვს თუ როგორ გააგრძელებს ფროიდის თეორიას არქეტიპების მიმართულებით იუნგი. ნუ გააგრძელებს ცოტა ესეთი ნათქვამია ახლა აქ ძალიან შვიდი ნათქვამი, მაგრამ ხო იქ ბევრ რაღაცას უარყოფს, შემდეგ რაღაც ახალ ჰიპოთეზებს შემოიტანს და აი რაღაცნაირად ჩემ თვალწინ ეს ტექსტი ჩაიშალა არქეტიპებად. და ანუ ჩემთვის ნათელი გახდა რომ ჯავახიშვილი დავუშვათ კიდევ უფრო ღრმად მიდის ამ ტექსტით, ვიდრე ჩვენ შეიძლება ეს ერთი შეხედვით დავუშვათ ან ერთი რაღაცა შთაბეჭდილებით დავინახოთ. და ტექსტი რაღაცნაირად ღრმავდება თანდათან ერთ შრეს მეორე, მესამე მოსდებს და აი იშლება ის მთელი რაღაცა სერიოზული არქეტიპული სურათი, რომელიც შემდეგ მიგვიყვანს ყველაზე მნიშვნელოვან ალბათ, ესე ვთქვათ, დიქოტომიასთან ეს არის მსხვერპლი და დამნაშავე ერთ არსებაში, არა, ერთ არსებაში. და აი როგორ შესანიშნავად ართმევს თავს ამას ქართველი კლასიკოსი მწერალი, ესეც ერთი მაგალითი. იცი რა ძალიან საინტერესოა თვითონ მუშაობა როგორც ჩანს გრძელდებოდა დიდხანს, ძალიან ასე ვთქვათ საფუძვლიანად, რა თუ შეცვალა რამე თავად შენს მიდგომებში ლიტერატურასთან აი ამ წიგნზე მუშაობა? მე ვფიქრობ, რომ შეცვალა და ძირეულად. ძალიან განსხვავებულ, ესე ვთქვათ, განსხვავებული კუთხით დავინახე თუნდაც ნიკოლოზ ორთქიფანიძის ტრაგედია უგმიროდ, ხო? რომელსაც პირდაპირ ესე ქვია, ტრაგედია უგმიროდ. სადაც რა თქმა უნდა ქართველი მწერალი აი ახმოვანებს იმას, რასაც ჩვენ უკვე ვისაუბრებთ, რომ თანამედროვე ტრაგედიას გმირები აღარ ყავს, ხო? და აი როგორ მიდის ის აი როგორ ამოდის იქ ზედაპირზე ნიცშეანური ალუზიები, ხო, რომ ეს ნამდვილად არის ღმერთისაგან მიტოვებული ადამიანის, ანუ სამყაროს მოდელი. და აი როგორ ხდება აი ამ თითქოს რაღაცა ნიჩიანული წყევლის ერთგვარი ეხოს როგორ ვისმენთ ჩვენ ამისას ნიკოლოზ ორთქიფანიძის ამ ბრწყინვალე ნოველაში. ლეოქიაჩელი თავადის ქალი მაია, ხო, რომელიც მიემართება თავისი დასასრულისკენ და ძალიან კარგად გვახსოვს ყველას აი ეს როგორ
ცვლის ერთმანეთს 7 თითქოს რაღაც აპოლონური ისე ვთქვათ მოდელები როგორ იცვლება დიონისური გახსოვთ იქ რაღაც ღრეობით და გამართულია ჭიაკოკონობა და ხო ეს ზოგი ცეკვავს ზოგი თოფსისური ზოგის ის ხო და ზუსტად აი ეს რაღაც ის გზნება ის ალქაჩთა რაღაც ცეკვა რომ რაღაც უნდა მოხდეს და მოხდება ეს გაისვრის ეს თოფი საბედისწეროდ და იღუპება პერსონაჟი და აი ამის შემდეგ ისე ყველაფერს ჩაანაცვლებს 7 ზღვა მზის ჩასვლა და აი აქ უკვე აი ამ თითქოს ისევ გაწონასწორებულ და მშვიდ რეალობაში პერსონაჟი რას აკეთებს ის კვდება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია, როდესაც უკვე ასე კითხულობ ტექსტს, ბევრი რამ რა თქმა უნდა იცვლება. შენთვის როგორც აი ამ წერლის შემოქმედების ანალიზის პროცესში, ისე რაღაც კონკრეტული ტექსტების ანალიზის პროცესში. იცი რა, არ ვიცი რატომ მოხდა, მაგრამ როდესაც ვკითხულობდი, ხა წარმოიდგინე რამდენჯერ მაქვს წაკითხული ხევისბერი გოჩა. ხო და როდესაც ახლა ვკითხულობდი შენეულ ანალიზს, იქ იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ხევისბერი გოჩას სიყვარული თავისი შვილისადმიო არ არის უპირობო. ესე წერია და რო დავფიქრდი ამაზე, მე სხვათა შორის ავდექი და დაურეკე გოდერძი არებული გახსოვს ალბათ, ხო? ხო და რაღაც მოიცალა, სადღაც მიდიოდა გოდერძი და ერთი წუთით ვისაუბრეთ ამ თემაზე და გოდერძი მითხრა ესეთი რამე, რომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ რომ განპირობებული უპირობო არ არისო, უპირობო არისო სწორედ გოჩას სიყვარული შვილისადმი, უბრალოდ ეს მისი თეატრალური პოზაა, როდესაც ის ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს მისი სიყვარული შვილისადმი არის უპირობო, საერთოდ განპირობებული, ანუ თუ კი ონისე თავის გვარტომობას შეინახავს ხომ კარგი, თუ არა და მას ხონაირად შვილი არ ეყარებოდა. სწორედ ამით განსხვავდება, ხო? ტარას ბულბასგან ეს ჩვენი ხევისბერი გოჩა, რომ ის მისი სული ვერ ტვირთულობს ამას, ხო? როდესაც ესეთი ტრაგედია ხდება, შეიძლება მშობელს გაუსყდეს გული, მას გული არ უსყდება, ის ჭკუიდან იშლება. სულიერად იშლება ის, ხო? სულიერად ნაწევრდება და აი საოცარი ეს არის, რომ მე დამანახა, აი დღეს დავფიქრდი ამაზე ადრე არასოდეს დავფიქრებულ, მაგრამ ამ კუთხით, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აქაც ეს არის, რა ძალიან დრამატურგიულია. თითქოს პირდაპირ ხედავ ამ პერსონაჟებს, ხედავ იმ სამოქმედო გარემოს რაღაცა და აი ამან დამანახა რაღაც სხვანაირად და მივხვდი, რომ მართლაც ეთყობა არის აუცილებელი, რომ ამ კუთხით დავინახოთ ძალიან ბევრი ნაწარმოები და ერთი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობ ითარგმნა ბევრი ქართული პიესაც ითარგმნა, ნაწარმოებიც ითარგმნა. აი, რომელი ნაწარმოებია შენი აზრით ისეთი, რომელიც უნდა ითარგმნოს უცხოურად, უცხო ენაზე და შესაბამისად აი სწორედ ამ მიზნით ითარგმნოს იმისთვის, მან ხორჩი შეისხა სცენაზე. არ მინდა ხარ რომ რაღაც ამბიციური გამოვიჩნდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ტექსტი, რომელიც აქ არის განხილული, აუცილებლად არის ათარგმნი. მე ესე მგონი, კლდიაშვილზე ლაპარაკი არ არის ეს ცალსახად, ეს უნდა იყოს ცალსახად არაერთ ენაზე, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი მწერალი, რომელიც როგორც გითხარი, არ არის მწერალი, რომელიც მხოლოდ რაღაცის მიმღებია, ის არის მწერალი, რომელიც გამცემია და მას აუცილებლად უნდა იცნობდნენ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ხევისბერი გოჩა, რომელიც საეტაპო მოთხრობა ყაზბეგის და ნახა ვაჟა-ფშაველაზეც არის აქ საუბარი, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველის თარგმანებზე ახლა ალბათ მე მაინც ვაჟა-ფშაველას ყურადღება ექცევა და რამდენადაც ვიცი მე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არაერთ ენაზე არის თარგმნილი, თუმცა ალბათ სასურველია, რომ უფრო მეტად, იმიტომ რომ ჩვენ რო თუნდაც გავიგოთ ის, რაც კლდიაშვილთან და
ასპექტთან ხდება მერე ჩვენ გველის მჭამელიდან უნდა დავიწყოთ ხო და უბრალოდ მე ხა საუბარი რომ არ გამიგრძელდეს ყველაფერს ალბათ ვერ შევეხები მაგრამ ეს აუცილებელია თუ აი ეს გმირიდან მსხვერპლზე გადასვლის ეტაპი ქართულ მწერლობაში როგორ ხდება ეს ხო ერთ დღეში არ ხდება რა იმიტომ ეს ვაჟა-ფშაველადან იღებს ხო სათავეს და აი სწორედ ვაჟა-ფშაველადან რა თქმა უნდა ხო ამიტომ ეხა ეს რაღაცა ჯაჭვია ხო შემდეგ ნიკოლ ორსკიფანიძე ლეო ქიაჩელი ვახსენე პოლიკარპე კაკაბაძე ვახსენე მიხეილ ჯავახიშვილი ეს იცით ერთიანი პარადიგმა ეხა მაგალითად სად შეიძლება უფრო კარგად წაიკითხო ჰეგელის ორი სიმართლე თუ არა ქიაჩელის ხაკი აცბაში არა პირდაპირ ამ თეორიით შეგიძლია იკულიო ეს ტექსტია რა ანუ ორი სიმართლე ხა რაც ჰეგელმა ანტიგონეს შემთხვევაში გააკეთა და ანტიგონეს მაგალითზე ხო აი აკაკი ბაქრაძეს შესანიშნავი წერილი აქვს მართალია იქ არ არის საუბარი ამ თეორიის ასე ვთქვათ გამოყენებაზე მაგრამ ძალიან ცოტაა უკვე აქამდე დარჩენილი ამიტომ მე ეს ანალიზი აქ აღარ განვავრცე ბატონი აკაკის წერილი იმდენად მნიშვნელოვანი მაგრამ სკოლიოში ჩამოვიტანე რომ ანუ ეს თუ ამ ჩარჩოში იქნება გააზრებული ძალიან საინტერესოა როგორც ილია ჭავჭავაძის სარჩობელაზეთ მაგალითად სადაც ჩვენ ცალსახად გვაინტერესებს ვინ არის მართალი ხო სად არის აქ სიმართლე და აი მთელი ეს წიგნი მოდის სხვათა შორის ეს მოდის აქ აბსურდის დრამაც არის განხილული კამიუს სიზიფეს მითი და ნუ რა თქმა უნდა აქ ეხლა ვერ ავწდებოდი გურამრჩეული შვილს ირმა ის იგი მეორე ნახევარში მე-20 საუკუნის იწერება გიორგი ნახუცრიშვილის ჭინჭრაკა აი სწორედ ამით სრულდება შენი წიგნი და ამას უწოდებ შენ მომდევნო ეტაპს ქართულ დრამატურგიაში აი რა ვთქვი ამას ასე ეს არის პოლიტიკური ფენტეზი მე ასე განსაზღვრე ამ პიესის ჟანრი და ის 1962 წელს დაიბეჭდა დაიდგა მალევე დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის მიერ რუსთაველის თეატრის სცენაზე და რამდენადაც ჩემთვის საარქივო მასალებიდან გახდა ცნობილი, მას მართლაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. პოლიტიკურ თემებზე მსჯელობა ქართულ დრამატურგიაში, ცოტა ადრეიდან იწყება. ცხადია აქ ჩვენ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ კლასიკური პოლიტიკური თეატრის, ასე ვთქვათ, კლასიკური პოლიტიკური დრამატურგიის ფორმირებას ჩვენ ნამდვილად ვერ მოვითხოვთ იმ ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი მწერლები მუშაობენ. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ შეიქმნა შესანიშნავი პიესები, რომლებიც დაეფუძნა ზოგი ალეგორია, ზოგი სატირა, ზოგი გროტესკს, მაგრამ ამ პიესებმა, ამ ტექსტებმა მიიყვანა მკითხველი მწერლის სათქმელამდე და დროის ტკივილამდე, რომ ვთქვათ ესე. პირველი მაინც უნდა დავასახელო წკინვალე ტექსტი შალვა დადიანის, ეს არის გუშინდელნი, რომელზეც ვრცლად მაქვს მე ამ წიგნში საუბარი და ეს არის 1917 წელს დაწერილი ეს პიესა, ეს არის საოცრად რთული დრო, როცა ეს პიესა იწერება. ეს უკვე რუსეთში ეს ამბები ხდება რევოლუციური და ჩვენ კი გავივლით ჯერ დამოუკიდებლობის ეტაპს, მაგრამ მერე სამწუხაროდ უკვე მალევე ჩვენ გველოდება ეს წითელი ტერორი, რომელიც ქვეყანაში დაიწყება და შალვა დადიანის პიესაში ეს ყველაფერი იგრძნობა, ეს არის შესანიშნავი ტექსტი, სადაც აი ჩემი აზრით ჩანს თუ როგორ ხდება აი რაღაც აი ამ ტექსტში ავტორის მიერ გამოაშკარავდება მკვდარი სოციალური ინსტიტუციები, ასევე ინსტიტუციები, რომლებიც დიდ რწმენას თვითონ მწერლისაგან არ იმსახურებს და აი ეს კითხვა საით მიდის ქვეყანა
საით მიექანება, სრულად ბუნებრივად რჩება მკითხველს, მით უფრო, როდესაც ფინალში ამ პიესის ალბათ ერთადერთი დადებითი გმირი თუ პერსონაჟი, გვირს უკვე აღარ ხმარობ და ახალგაზრდა გოგონა აგრაფინა ტირის იმ ყველაფერზე რაც ხდება და როცა დედა ეკითხება მიზეზს, ისე უნება სიცარიერეს გრძნობ დედა. აი სწორედ ეს ის დროა, როცა სიცარიერეს გრძნობს ქართული ალბათ ინტელექტუალური საზოგადოება და ეს მოლოდინია ხო აი იმ უმძიმესი ეტაპების რომელიც უნდა გავიაროთ. შემდეგი ტექსტი ალბათ ამ მიმართულებით ეს არის უკვე ყვარყვარე თუთაბერი პოლიკარპე კაკაბაძის და ეს არის შესანიშნავი ტექსტი, ჩემთვის წარმოუდგენელიც არის როგორ მოხდა მისი პუბლიკაცია დადგმა სცენაზე, მაგრამ ამ წიგნში მე მაინც ესე ავხსენი, რომ ახალგაზრდა ამ დროს საბჭოთა ცენზურა და აი უჭირს ამ პიესის გროტესკულმა ხასიათმა, ანუ ის დაანახეს პიესა მათ, როგორც ვითომ ახალი დროებისთვის მოუმზადებელი პერსონაჟის შესახებ ამბავი. მაგრამ იქ აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს წერალს და კარგად არის შეფუთული, რა თქმა უნდა, მისი სათქმელი, მაგრამ შეფუთულიც და წარმოჩენილი. ხო, აი შეფუთული და წარმოჩენილი. მაგრამ რა არის აქ ყველაზე საინტერესო, რომ თუ ბრეხტი როცა ის თავის აი ამ პოლიტიკური დისკურსით დადვერთულ პიესებს წერს, ის არა მარტო გამოააშკარავებს მახინჯ პოლიტიკურ სისტემას, არამედ პოულობს შხამსაწინააღმდეგო საშუალებას მის წინააღმდეგ პოლიკარპე კაკაბაძე ამ შხამსაწინააღმდეგო საშუალებას უბრალოდ ვერ ხედავს. იმიტომ რომ მას კარგად აქვს გააზრებული ტრაგიზმი ვითარების, რომელშიც არის ქართული საზოგადოება. უпростоრად ის ხედავს, რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს საშუალება არ არსებობს. ეს საშუალება არ არსებობს და აი 1962 წელს იწერება ჭინჭრაკა, სადაც ეს უკვე ხდება სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეს უკვე არის ცნობილი მეოცე ყრილობის შემდეგ, როდესაც მოხდა პიროვნების კულტის დაგმობა და ეს არის თითქოს ზღაპრულ მითოსური გმირების სამყარო, მაგრამ რა თქმა უნდა მკითხველიც და მაყურებელიც შესანიშნავად ხედავს მათ ძალიან მჭიდრო კავშირს იმ რეალობასთან, რომელშიც გამოხატავს როგორი სიახლეა. საოცრებაა და თუ ყვარყვარე გვიბარებს, რომ მე ისე ვავცოცდები, ნახუცრიშვილი ამბობს, რომ დამარცხებულია დევი და ის აღარასდროს აღარ ესე ვთქვათ დაბრუნდება. აი ჩემი აზრით, ჩემი განცდით, აქ რაღაცნაირად თავდება ასწლეული ქართული დრამატურგიის და იწყება უკვე სრულიად სხვა ეპოქა, ეს არის უკვე თამაზ ჭილაძის, ოტია იოსელიანის, სხვა შესანიშნავი ქართველი დრამატურგების აგერ უკვე 80-იან, 70-იან, 80-იან წლებში შემდეგ ახალგაზრდა უფრო მწერლების ეპოქა, რომლებიც რაღაცნაირად უკვე დისტანცირდებიან ამ სოციალისტური რეალიზმის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მოთხოვნებისგან, თითქოს თავისუფლდებიან თანდათან ამისგან და იბადება ახალი დრამატურგია, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული და კიდე ცალკე კვლევა ესაჭიროება. მე არ ვიცი, რამდენად მოვერევი ამას სურვილი რა თქმა უნდა მაქვს და მოერია, რომ ძალიან ასე ვიტყვი რომ ნახოთ ეს მიმართულება ალბათ გამოჩნდებიან ასევე მკვლევარები, რომლებიც სხვა დარგებს იკვლევენ იმავე კონტექსტში, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე თვითონ იცი კარგად რომ იწერებოდა ამ დროს მუხრან მაჭავარიანის ლექსები, მაგრამ ამავე დროს იყვნენ სხვა პოეტებიც, ქართველები, ახლა მე მეტნაკლებად ამას კითხულობდი ყველაფერს, ისეთი საინტერესო ნიმუშებია შექმნილი აი ამ მწარე საბჭოთა ეპოქაში, ანუ ჯერ კიდევ აი ჩვენს დაბაბდებამდელ ეპოქაშიც კი, რომ პირდაპირ გაოცდები და დაბეჭდილი და ადამიანები ამას ახერხებდნენ, წერდნენ, ბეჭდავდნენ, ასე რომ
ლიტერატურა მართლაც ის არის, რომელსაც აი ძნელად რამ დაუდგება წინ და რაღაცა სახით გამოვა და მაინც თავისათქმას. მე ვფიქრობ, რომ ვერანაირმა სისტემამ ვერ შეძლო ქართული ლიტერატურის მოთვინიერება, ქართული მწერლობის მოთვინიერება და ამის მიზეზი არის რა თქმა უნდა ის, რომ ქართული მწერლობა ზარმაზარი ტრადიცია, შესანიშნავი ტერმინი აქვს ბატონ რეზი თვარაძეს 15 საუკუნოვანი მთლიანობა. ანუ ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, რომ ეს არის მთლიანობა. ეს არ არის რაღაცა მიუხედავად იმისა, ხან შეიძლება ის იყოს ძლიერი, ხან შეიძლება მას იგი წესებსაც აწესებდა, ხან შეიძლება სხვას მიყვებოდა, ექვემდებარებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო ერთიანი და მთლიანი პარადიგმა და მეცაც გეტყვით ნიკო და ალბათ პირველად ვიტყვი ახლა ამას საჯაროდ მე ვთვლი რომ აი ამ მთლიანი პარადიგმის ნაწილი არის ქართველი ემიგრანტების შემოქმედებაც მე მიჭირს ვუწოდო ამ ლიტერატურას ემიგრანტული ლიტერატურა იმიტომ რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს ემიგრანტული მათ შორის არც ქართული ის შეიძლება იყოს ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი ლიტერატურა, მაგრამ ის აუცილებლად არის ნაწილი იმ მთლიანი პარადიგმის, რომელსაც ქართული მწერლობა ჰქვია და იმედი მაქვს, რომ მივალთ იმ ტერმინამდე, რომელიც უფრო რელევანტურია ამისთვის. ირმა უკვე აღნიშნე მე მგონი, რომ მართლაც საოცრად დაწნეხილია შენი წიგნი და ბევრის მთქმელი. მე მაინტერესებს ესეთი რამე, აი როდესაც მას წაიკითხავს არაპროფესიონალი ვთქვათ. ალბათ განსაკუთრებით წაიკითხავენ თეატრით დაინტერესებული ადამიანებიც, ხო? რას ისურვებდი შენ, რომ იყოს აქ აი მთავარი სათქმელი რამდენიმე წინადადებით, რა გინდა რომ დაიტოვოს თავისთვის მკითხველმა? მე ძალიან მინდა რომ დამიჯეროთ. იმიტომ რომ მართლაც დიდი ენერგია ჩავდე იმაში, რომ სარწმუნო გამეხადა ის, რასაც ვამბობ ამ წიგნში. და იცით რა არის ის სამეცნიერო წიგნი თუ სახელმძღვანელო თუ როგორც არის, რომელსაც არ ყავს ოპონენტი ან არ გააჩენს განსხვავებულ აზრს, არც არის ღირებული, მაგრამ ჩემთვის როგორც კვლევარისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი რაც მე მიმაჩნია, ასე ვთქვათ, განსაზღვრელად აი ამ კვლევის და ზოგადად ქართული დრამატურგიის თეორიული ჩარჩოსი, რომ აი იმ ნაწილში რაც შეიძლება მეტმა კოლეგამ, მეტმა სტუდენტმა დაიჯეროს ჩემი, რა თქმა უნდა, იმ არგუმენტების საფუძველზე, რომელიც წიგნში არის მოყვანილი. ზოგადად ეს წიგნი ალბათ ვერც დამთავრდებოდა, მე მერიდება კიდევაც თქვა რამდენხანს წერდი ამ წიგნს, რამდენხანს მუშაობდი ამ წიგნზე. და რაღაც ცოტა მიჭირდა შეერთება რაღაც ნაწილების რთული პროცესი იყო. კი, ეს ყველაზე რთული პროცესია. ხო, თვითონ ეს კურსი დრამის პოეტიკა, მე ამ კურსს წლებია ვკითხულობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურაცოდნების პროგრამის მაგისტრებისთვის. 3 წლის წინ ამ კურსს შემოუერთდნენ თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისურის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ახლა დრამატურგიის. და აი ამ გამთლიანებამ, როდესაც აუდიტორიაში უკვე იჯდა სრულიად განსხვავებული ხედვის სტუდენტობა, აი ეს მთლიანობა, ეს განსხვავებული ხედვები, ეს განსხვავებული მიდგომები დამეხმარა, რომ შემეერთებინა თითქოს ის წახნაგები, რომლებიც არ ერთდებოდა, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ჩემს თითოეულ სტუდენტს, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში ამ კურსს ისმენდა და მისვამდა კითხვებს, მაიძულებდა რომ ასე ვთქვათ, დავფიქრებულიყავი კიდევ უფრო ღრმად რაღაცეებზე. მე ვხედავდი, რომ მათთვის ზოგიერთისთვის ეს იყო ტექსტი, ზოგიერთისთვის ეს იყო უკვე სცენაზე გადასატანი მასალა, ზოგიერთისთვის ეს იყო რაღაცა ახალი შემოქმედებითი წარმოსახვის საფუძვალი.
ძალიან და მე მივხვდი რომ თურმე ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთ სივრცეში. აი ეს მნიშვნელოვანია. მთავარი გზავნილი ალბათ რაც მინდა რომ ალბათ რაც სათაურშიც გამოვხატე. ეს არის რომ დრამის პოეტიკა ქართული აქცენტის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა ირმა. უაღრესად საინტერესო იყო. დიდი მადლობა თინიკო. ჩვენთან სტუმრობა და მე იმედი მაქვს რომ ამ სტუდიაში კიდევ შევხვდებით. დიდი მადლობა, გულწრფელი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო. კარგად ზანდებოდეთ.